Ხლავდა გადავინაცვლოთ თამარ მეფის ხიდთან, სადაც მოამბის ჟურნალისტი კესო ქაფიანიძე იმყოფება, ის გვეტყვის, რა ხდება ამ წუთებში ადგილზე და რა განცხადებები კეთდება, კესო გისმენთ. ჩვენ ვიმყოფებით თამარ მეფის ხიდზე, დაახლოებით 3 საათზე, დაახლოებით 1 საათია, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადმოინაცვლეს, დაახლოებით 10 წუთია გზის ნახევარზე მანქანის მოძრაობა აღდგა. აქციის მონაწილეებს აქვთ, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ცოცხალი ჯაჭვი გაკეთებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის უცვლელი, დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებულები აქციების მსვლელობისას დაკავებული მოქალაქეები და მათი უცვლელი მოთხოვნა ისევ რჩება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, მათ სხვადასხვა შეძახილები, სხვადასხვა ბანერები აქვთ მოტანილი, რომლებიც თავიანთ მოთხოვნებს გამოხატავს. აქციის მონაწილეებს შეძახილები და სიგნალებით უერთდებიან მანქანებიდან, ავტომობილებიდან სხვადასხვა მოქალაქეები. აქ არიან წარმოდგენილები სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა გაერთიანებებიდან და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან აქციაზე ცოცხალ ჯაჭვში. მათი ყველას მოთხოვნა არის საერთოდ თქვენ ახლა კადრში ხედავთ ცოცხალ ჯაჭვს თამარ მეფის ხიდზე, რომ მიმართულება არის ახლა კოსტავას ქუჩის მიმართულება თამარ მეფის ხიდი კოსტავას მხარეს. მე ახლა კადრში დაგანახებთ ამ ჯაჭვის მეორე მხარეს, რომელიც თამარ მეფის გამზირის მიმართულებით არის. ცოცხალი ჯაჭვი არის მთელ ხიდზე გაკეთებული და აქციის მონაწილეების სურვილია, რომ ისინი ცოცხალი ჯაჭვით შეუერთდნენ სხვა ხიდებზე არსებულ ცოცხალ ჯაჭვებს. მე შეგახსენებთ, რომ გარდა თამარ მეფის ხიდისა, დღეს ცოცხალი ჯაჭვი არის გაკეთებული ვახუშტის ხიდზე, გალაქტიონის ხიდზე, ზაარ-ბრიუკენის ხიდზე, ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდსა და მეტეხის ხიდზე. ჩვენ ვიმყოფებით, როგორც უკვე გითხარით და როგორც თქვენ კადრში ხედავთ, თამარ მეფის ხიდზე და დაახლოებით 1 საათია მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. თავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ორი მნიშვნელოვანი გამოშვება პატიმრების და ახალი არჩევნები. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი რამ. აქ ვართ იმიტომ, რომ ხედავთ, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით და გვინდა, რომ მოვაბრუნოთ ევროპისკენ. ჩვენ ცხოვრებისთვისაც უკეთესი გარემო შექმნა და ჩვენი შვილებისთვის. ყველა რომელიც უკანონო პატიმრობაშია, უნდა გათავისუფლდნენ აუცილებლად და ქვეყნის ევროპული მომავალი უცვლელია, რა თქმა უნდა, ამათ ორი აზრი არ აქვს და მეტი მნიშვნელოვანი სალაპარაკო მე ვეღარ ვხედავ რა არის. ეს არის ყველაზე მთავარი რამე და ხელისუფლებამ აუცილებლად რიგარეში არჩევნები უნდა დანიშნოს. სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს. იზოლაციაში ვართ ყველანაირად. ჩვენი სათქმელი რა არის, რაც არის ახალი არჩევნები, განმეორებითი არჩევნები და რა ჩვენი მიზანია ევროპა. არ გვინდა ეს აღმოსავლეთი და რუსეთი. ხო ყველა ხვდებით ამას, რომ საით მივექანებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაღუპვა. ამდენ ჩვენი მიზანი ეს არის და რაც შეგვიძლია მშვიდობიანად გამოხატოთ პროტესტს. თუნდაც დღევანდელი ამ დიდი აქციით, რასაც ქვია ჯაჭვი მთელ ქალაქში. პროტესტის 31 დღე ამჯერად მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქციით ამ ფორმით გამოხატეს საკუთარი პროტესტი. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს სხვადასხვა ლოკაციებზე აქციის მონაწილეებმა. ჩვენ ახლა კონკრეტულად ვიმყოფებით თამარ მეფის ხიდზე, სადაც დაახლოებით 1 საათია, როგორც დაანონსებული იყო 3 საათზე შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც სხვადასხვა ხიდებზე არსებულ ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდება. მადლობა კესო, პირდაპირ ეთერში ეს იყო კესო ქაფიანიძე.